მადლობთ მოწვევისთვის, ვაცალობი მაყურებელს. მე მგონი ყოველ შემთხვევაში ჩემი შეფასებით, რასაც მე ვხედავ, აქ არის მთავარი და გადამწყვეტი ის, რაც უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთოდ მთავარი საზომი, როდის უნდა დატოვოს მთავრობამ მართვის სადავეები და ეს არის მაშინ, როდესაც მისი ხალხი ჩათვლის, რომ ეს მთავრობა ვერ ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას, ვერ ემსახურება მის ინტერესებს და ვიღაცა სხვა შესთავაზებს უკეთეს ალტერნატივას. ეს არის სინამდვილეში საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, დემოკრატიას არანაირი სხვა ფორმულა არ გამოუგონებია ხელისუფლების შეცვლის. ორბანმა წლების მანძილზე გაიგრძელა საკუთარი მმართველობა, იმიტომ რომ რთული გახადა ძალიან დიდი უპირატესობის გარეშე მისი დამარცხება საარჩევნო სისტემის მანიპულაციის გზებით. ოღონდ ის აღმოჩნდა, რომ ასევე მსხვერპლი არის საკუთარი, ასე ვთქვათ, სქემების, რაც მან შექმნა წლების მანძილზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად და დღეს სწორედ მისი სქემების დახმარებით, მათ შორის გარდა მაღალი მხარდაჭერისა, რომელიც მიიღო ოპოზიციურმა ძალებმა, მათ მოაგროვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და სისტემური ცვლილებები შეუძლიათ, რომ გაატარონ. მაგრამ თქვენ თუ გაეცნობით ძალიან ახლოს და უშუალოდ რა მოტივაციას ასახელებს უნგრელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა ამ ცვლილებებისთვის, ეს არის საკმაოდ მარტივი თემა იმისი, რომ მოქალაქეების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ მათი ცხოვრება უარესდება, ეკონომიკა უარესდება, კორუფცია ყვავის მათი კეთილდღეობის ხარჯზე, მათ შორის ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, რაღაცა ისტორიები აქვს ადამიანებს, როგორ ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას კორუფციისგან. რეალური პრობლემებით გამოწვეული ცვლილებები. ეს არის და ამასთან დაკავშირებით რეალური ალტერნატივის, ასე ვთქვათ, დანახვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ გავაცნობიეროთ, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ აბსოლუტური კრახი განიცადა ორბანისაემ რუსულის, ასე ვთქვათ, რუსული რაღაცა პროპაგანდის ხაზმა, რომ აქ რაღაცა ომი დაიწყება და მეორე ფრონტისა, ეს ქართული ოცნების, ორბანის და მათი მსგავსი ხალხის ხაზი, რაც არის ერთი, რომ აქ რაღაცა ომით დაშინების სტრატეგია, რა თქმა უნდა, იყო და ამან აბსოლუტური კრახი განიცადა, მაგრამ კრახი განიცადა, იმიტომ რომ ადამიანები არ არიან სულელები და მიხვდნენ, რომ უსაზღვრო კორუფცია, რომელიც ყვაოდა უნგრეთში და ჭამდა პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანების კეთილდღეობას, ისევე როგორც ეს ხდება საქართველოში, სადაც კორუფციის შედეგად ყვავის ქვეყანაში უმშევრობაც, სიღარიბეც, მაღალი ფასებიც და ყველაფერი სხვა ამის ერთადერთი სათავე და ესე ვთქვათ, მთავარი წყარო ამ ყველაფრის ეს არის სწორედ ივანიშვილის ღრმად კორუმპირებული სისტემა, ანალოგიურად კორუფცია ჭამდა უნგრელების ცხოვრებას და მათ თქვეს, რომ არ მოატყუებინებენ თავს არანაირი რაღაცა ცრუ ომის პროპაგანდით, აღარ მოატყუებინებენ თავს კორუმპირებულ ხელისუფლებას და ამის შედეგი დადგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ რო გავიაზროთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხშირად არის ჩვენს რეალობაში ეს რაღაცა დებატები, თქვენ იცით, რომ ჩვენ გასული არჩევნების მანძილზე ჩვენი დღის წესრიგი სწორედ უკავშირდებოდა ამის ახსნას საზოგადოებისთვის, რატო არ აქვთ პენსია 1000 ლარი, რატო არ არის სამუშაო ადგილები, როგორ შეიძლება, რომ ძალიან კონკრეტულად გაუმჯობესდეს თვითოეული მოქალაქის ცხოვრება თვითოეულ მუნიციპალიტეტში, სწორი პოლიტიკის. კი ბატონო, ფიქრობთ თუ არა, რომ კონკრეტული გზავნილითან ერთად მნიშვნელოვანია ვინ ეუბნება ამას, იმიტომ რომ ალბათ სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც საუბრობდნენ კორუფციაზე და ამ პრობლემებზე, თუნდაც 2022-ის არჩევნებში, როცა ერთი ოპოზიციური ჯგუფი შექმნეს. რას ამბობს, ვინ ამბობს, რამდენად აქვს მნიშვნელობა, რას ამბობთან ერთად. უნგრეთის მაგალითზე მინდა ისე ვილაპარაკოთ. ხო, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რომ შენ გქონდეს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, რაღაცა სანდოობა, ხო, მათ შორის
რომ დაარწმუნო ადამიანები, რომ მათი პრობლემები არამხოლოდ იცი და არამედ ამ პრობლემების რეალურად მომგვარებელი ხარ. და ამ თვალსაზრისით დიახ ჩათვალეს, რომ ასე ვთქვათ, მაგი არის კანდიდატურა იყო მათთვის საინტერესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იცით რა რაღაცა საკმაოდ ბევრი დისკუსიაა ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში, რომ აი რა არის, ასე ვთქვათ, რას ნიშნავს ეს არჩევნები საქართველოსთვის. საქართველოსთვის ძალიან ბევრ ამას ნიშნავს ჩემი აზრით გლობალურად ეს არჩევნები ცვლის, რა თქმა უნდა, გარკვეულ პარადიგმებს ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გახდება ბევრად უფრო ქმედითი ევროპული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, მათ შორის ამ რეჟიმზე ზეწოლის თვალსაზრისით და ჩვენი ევროპული მომავლის მხარდაჭერის თვალსაზრისით, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისითაც ქმედითი იქნება ევროპა. ევროპაში გაძლიერდა ცენტრისტული ძალები, ამით და ეს არის ძალიან კარგი ჩვენთვის, ვისაც გვჯერა რომ საქართველოს უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს და საქართველოს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამიტომ რა თქმა უნდა ამ არჩევნებს აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ახლა მოლოდინი, რომ რაღაცა არსებობს რაღაცა მაგიური ფორმულა, რომლითაც შეიძლება ერთი ქვეყნის პოლიტიკური გამოცდილება გამოიყენო მეორე ქვეყანაში. ჩემთვის არის რაღაცა ამ გამოცდილებაში რაც ვფიქრობ. რა არის ის, რაც უნგრული გამოცდილებიდან შეიძლება ქართულმა ოპოზიციამ მიიღოს როგორც გამოცდილებად, როგორც გაკვეთილად? პირველი და არა მხოლოდ უნგრულმა ოპოზიციამ, მე მინდა რომ ხაზი გავუსვა მათ შორის თურქეთის ოპოზიციის ლიდერის განცხადებას, რომელიც მათ ციხიდან გააკეთა. ადამიანი, რომელიც არის დღეს დათხოვებული და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს განცხადება, რომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხების სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე, აი აქ ძალიან ხშირად შემოდის რაღაც დისონანსი, არის თუ არა შესაძლებელი არჩევნების გზით ავტოკრატიის დამარცხება. უნგრეთმა აჩვენა, რომ ავტოკრატიის გასაგებია, შეიძლება ანალოგია არ არის, იმიტომ რომ ავტოკრატიული სისტემა შეიძლება სხვა სისტემებსაც უწოდოდა უფრო მძიმე იყოს, ვიდრე იყო ორბანის რეჟიმი, მაგრამ ესაც იყო მკვეთრად გამოხატული ავტოკრატიული სისტემა. დამარცხდა არჩევნებით. მნიშვნელოვანი იყო თურქეთის ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ბიულეტენის ვისაც გვჯერა შიშს ყოველთვის დავამარცხებთო. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ როგორი ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის ავტოკრატიის გამყარების ფაზაში მყოფი რეჟიმის შეკავებაც საბოლოოდ და დამარცხება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და ჩვენ დღეს ეს გზავნილი გვესმის რეგიონში და ვხედავთ, რომ ამ პოზიციამ გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, აჩვენა, რომ არანაირი ალტერნატივა ამის ბიულეტენით დამარცხების მომხრეობა ნიშნავს თუ არა ასევე ნებისმიერი შედეგის მიღებას, თუ ეს არ არის ერთმანეთთან კავშირში? იცი რა, მე ამ ორ საკითხს გავწყობთი ერთმანეთისგან, იმიტომ რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ბოიკოტის გამოყენება საარჩევნო იქნება ეს თუ საპარლამენტო რაღაცა ასე ვთქვათ კონკრეტულ კონტექსტში უნდა იქნას ცხადია განხილული, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში და ჩვენ მათ შორის დღეს ეს გვესმის დიანა არა მარტო ჩვენ ლელოს პოზიცია გასაგებია, იმიტომ რომ ლელო არასდროს არ იყო საარჩევნო ბოიკოტის მომხრე და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიახ, ჩვენ გვჯერა პოსტსაარჩევნო ბოიკოტის მომხრე ხომ იყავით? ჩვენ გვჯერა, რომ ამ ხელისუფლების დასრულების გზა გადის არჩევნებზე და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სწორედ იმით, რომ ქართულმა ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენ უკეთ ვემსახურებით მათ დღის წესრიგს და ამ ხელისუფლებას აღარ აქვს არანაირი რესურსი, რომ მათი სოციალური დაკვეთა შეასრულოს, საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს და ამისთვის საჭიროა საარჩევნო პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის რაც არის გაკვეთილი, არის ის, რომ ეს სწორია, არ აქვს ამას არანაირი ალტერნატივა ამ ბრძოლას და ჩვენ ცხადია, რომ მათ შორის აი მაგალითით გაძლიერებული, რაც დავინახეთ, ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო
ასე ვთქვათ, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იმით, რომ დიახ, ადამიანებთან უშუალო კონტაქტი, ადამიანებთან უშუალო მუშაობით, მათ შორის იმ დღის წესრიგზე, რომელიც აინტერესებს საქართველოს მოქალაქეს და არა მე, როგორც პოლიტიკოს, ან თქვენ როგორც ჟურნალისტს, არამედ საქართველოს მოქალაქის დღის წესრიგზე, მის პრობლემებზე აგებული პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობა, ეს არის ერთადერთი გზა გამარჯვებისკენ, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ავტოკრატიული გარემოს შექმნილი ქვეყანაში. კი ბატონო. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩვენ. დიდი მადლობა. მადლობა სალომე სამადაშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.